დაკარგავს თუ არა საქართველოს ოცნების პოლიტიკის გამო კიდევ ერთ მეგობარს ამჯერად ისრაელის სახით. საელჩომ უკმაყოფილების მორიგი ტექსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ივანიშვილის მთავრობას უხსნის, რა არის რეალური მეგობრობა და რომ ის მხოლოდ კეთილი სიტყვებით არ დასტურდება. დიპლომატიური უწყების ეს რეაქცია მოჰყვა ცნობას, რომლის მიხედვითაც ოცნების საგარეოს მაღალჩინოსანი ირანის საელჩოში მივიდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ოცნება საკუთარი წარმომადგენლის ვინაობას საგულდაგულოდ მალავს, ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამძიმრის ავტორი ბოჭორიშვილის მოადგილეა. რა რისკების წინაშე დგება ქვეყანა ოლიგარქის პროირანული პოლიტიკის გამო სალომე ლაბაძე ესაუბრა ანალიტიკოსებს. დავიწყოთ ისრაელის საელჩოს განცხადებით, რომელშიც ადრესატი პირდაპირ მონიშნული არ არის, თუმცა ანალიტიკოსებისთვის ცხადია, რომ ტექსტით გამოხატული უკმაყოფილება აქ სწორედ ქართულ ოცნებას და მის არაერთი შეფასებით პროირანულ პოლიტიკას მიემართება, რომლის ბოლო გამოვლინებადაც მიჩნეულია სწორედ ის, რომ როგორც უკვე აღინიშნა, ოცნების საგარეოს მაღალჩინოსანი ირანის საელჩოში მივიდა და იქ სამძიმრის წიგნში, მათ შორის ალი ხამენეის დაღუპვის გამო ჩანაწერი დატოვა. სწორედ აი ამ ჟესტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა ისრაელის საელჩოს რეაქცია, რომელმაც სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და ამ პოსტში დაწერა, რომ ქართულ და ებრაელ ხალხს შორის მეგობრობა, რომელიც 2006 წელს ითვლის, უნდა გამოვლინდეს დღესაც განსაკუთრებით რთულ დროშიც, აი ამ ჩანაწერით მთავრდება სწორედ ის ტექსტი, რომელიც სოციალურ ქსელში ისრაელის საელჩომ გამოაქვეყნა. აქ უნდა გავიხსენოთ ის, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საელჩოს უწევს უკმაყოფილების გამოხატვა ოცნების პოლიტიკის გამო და მანამდე რამდენიმე კვირის წინაც საელჩომ გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც მიემართებოდა სწორედ ქართული ოცნების პროირანულ ნაბიჯს, კერძოდ კი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ თბილისის ანძა გაენათებინათ სწორედ ისლამური რესპუბლიკის დროშის ფერებში. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ისრაელის უკმაყოფილება, რომელიც როგორც უკვე გითხარით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ორჯერ აღინიშნა საჯაროდ, შესაძლოა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ ქართული ოცნების პოლიტიკის იმ ნაწილს, რომელიც საჯაროდაა ცნობილი და რომელიც ვლინდება რიტორიკული თუ სიმბოლური ჟესტებით ირანის მხარდაჭერაში, არამედ ეჭვსაც შესაძლოა ეფუძნებოდეს იმის შესახებ, რომ ქართული ოცნება რუსეთის დაკვეთით ირანს შესაძლოა ეხმარებოდეს, მათ შორის ქმედით დონეზეც კი. ჩვენ თუ აღმოსიდევ ამ კორიდორის ნაწილი ვართ, რაც ვართ აშკარა რუსეთი ირანს შორის, იმიტომ რომ ბუნებრივი სახმელეთო კორიდორია რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ირანი, აქ უკვე სერიოზული პრობლემები შექმნა. ეს აღარ იქნება მხოლოდ ჟესტები უკვე პოლიტიკური, ეს გამოვა, რომ ქართული ოცნება ან ხელს უწყობდა, ან არ იმჩნეოდა და ხშირ შემთხვევაში პირველი და მეორე ერთად არის გარკვეული კონტრაბანდის და გარკვეული, ასე ვთქვათ, ტვირთების გატარებას, რომელიც ირანის რეჟიმის გაძლიერებას ემსახურებოდნენ და შეიძლება დღესაც ემსახურება. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, თუ ეს გაჟღერა. მაშინ უკვე ისრაელის სხვანაირად და დღეს ჯერ ეს არის უკმაყოფილება და წენა გარკვეულწილად და გაუგებრობა თუ რატო იქცევით ეს. ანუ რა დაკარგეთ ირანში, რომელიც იმ ქვეყნის მოკავშირეა რუსეთის, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. დაწყებული ირანის ფერებში დროშის განათებიდან, კობახიძის ჩასვლიდან, რაისის გასვენებაში, შაჰ-აბასოვის აღნიშვნიდან, ეხა ისრაელის საელჩოს ეს განცხადება, ყველაფერი აჩენს ბუნებრივ კითხვას, რომ რა ვალი გვაქვს ირანის. ანუ რატო ვართ ესეთ პოზაში ირანთან, რა სიკეთე მივიღეთ მათგან. გნებავთ ახლა და გნებავთ ოდესმე. ანუ აქ რიტორიკა არაფერს შუაში არ არის, რაღაც კონკრეტულს ეხება საქმე კონკრეტულს და ალბათ ძალიან ცუდს. მეორედ მოხდა საერთოდ საქართველოს ურთიერთობების ისტორიის მანძილზე, რომ ისრაელის საელჩომ ერთი განცხადება გააკეთა და ანუ ხა ერთ ხელით ტრამპს მეგობრები და მეორე ხელით თანახმად ჩხუბები ამ ვითარებაში, როცა ეს ორი კაცი ერთად აწარმოებს ომს, რაღაცა მთლად არჩევს. და შევახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ელჩმა შეხვედრა მოისურვა ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრთანაც და იმისთვის, რომ ამ მიზნისთვის მიეღწია, მას დასჭირდა ამ სურვილის მედიის გამოყენებით, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულას დახმარებით საჯაროდ გაცხადებაც და ახლაც არ არის გამორიცხული, რომ იმის გამო, რომ ქართული ოცნება აგრძელებს ირანისთვის მიუღებელი ნაბიჯების გადადგმას, ისრაელის ელჩმა ისევ მოისურვა შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან და ოცნების საგარეო უწყების ხელმძღვანელს ისევ მოუწიოს ისრაელის ელჩის შეკითხვებზე პასუხ.